ცნობილია, რომ მოსარჩელის განცხადებით მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულება, რადგან ვერ უზრუნველყო ნედლეულის სრულად მიწოდება. ჩამოთვლითაგან რომელი გამომდინარეობს მოცემულობიდან, თუ ცნობილია, რომ ხელშეკრულების ერთ-ერთი პირობის თანახმად მოპასუხეს შეთანხმებულ ვადებში უნდა უზრუნველყო ნედლეულის სრულად მიწოდებაო. თუ მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულების რომელიმე პირობა, მაშინ მოსარჩელის განცხადება სიმართლეა. არა, იმიტომ რომ მოსარჩელი ამ შემთხვევაში ხელშეკრულების დარღვევასთან ერთად ნედლეულის სრულად ვერ მიწოდებაზე აპელირებს და ამიტომ მისი ნათქვამი სიმართლე არ გამოხო, ორივე კომპონენტი გჭირდება. თუ მოპასუხემ ნაწილობრივ უზრუნველყო ნედლეულის მიწოდება, მაშინ მოსარჩელის განცხადება სიმართლე ვერ იქნება. პირიქით, მაშინ იქნება ზუსტად სიმართლე. თუ მოსარჩელის განცხადება ტყუილია, მაშინ მოპასუხეს ხელშეკრულების პირობები დაურღვევია. თუ ტყუილია, ესე იგი ხელშეკრულების პირობები არ დაურღვევია. ამიტომ არ გამოგვადგება. თუ მოსარჩელის განცხადება სიმართლეა, მაშინ მოპასუხეს ხელშეკრულების პირობები არ დაურღვევია. არც ეს არ გამოგვადგება, იმიტომ რომ თუ მოსარჩელის განცხადება სიმართლეა, ეს იმას ნიშნავს, რომ ნედლეული სრულად არ მიუწოდებია, ანუ დაურღვევია. და თუ მოსარჩელის განცხადება ტყუილია, მაშინ მოპასუხეს ნედლეული სრულად მიუწოდებია. ეს არის ჩვენი სწორი პასუხი, ხო? იმიტომ რომ არ შეესაბამება მოსარჩელის მიერ გაცხადებულ ფაქტს, რომ ნედლეული სრულად ვერ მოგვაწოდაო და ამ დროს თუ ვიცით ჩვენ რომ ნედლეული სრულად მიაწოდა, ესე იგი მოსარჩელი იტყვება, როცა ამბობს, რომ მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულებაო ამ მიზეზითო. ამიტომ აქ პასუხი გამოგვივა სწორი პასუხი.